პასუხიდან გავაგრძელებ რა. როდესაც საუბარია კურსის ფიქსირებაზე, ფასების ფიქსირებაზე და ასე შემდეგ, მხოლოდ ამ ერთი ნაბიჯით რამის მიღწევა არის შეუძლებელი. ეს მოიცავს ღონისძიებების მთელ კომპლექსს, რომელსაც ესე მოკლე ვადაში ვერც ერთი მთავრობა ვერ შეიმუშავებს. ამას დრო ჭირდება და ძალიან ესეთი მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანების მუშაობა დიდი ხნით. ეხლა რაც შეეხება რა გვეშველება? თუ გვეშველება რამე. 2 წუთი გვაქვს დარჩენილი. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ მე ვერანაირად ვერასდროს ვერ ვეთანხმებ პრივატიზაციის რაღაც დადებით შედეგებს და მე არ მინახავს, რომ პრივატიზაცია სადმე რაიმე კარგი შედეგი მოეტანოს თელქეო მსოფლიოში, არ მახსენდება ესეთი რამე. და ლიბერალიზაციასაც მაინც და მაინც დიდი აღტაცებით ვერ უყურებ. არის ჩემი აზრით სამი ღონისძიებათა სამი პაკეტი, რომელიც აუცილებლად არის გასაკეთებელი. პირველი ეს არის მონეტარული პოლიტიკის სერიოზული გადასინჯვა, ის რომ დოუ-ჯონსის ინდექსი დაექცა, ის რომ ჩინეთის საბანკო ბირჟაზე რყევებია, ის რომ ეროვნულ ბანკზე გულისხმობთ, რომ უნდა გააქტიურდეს უფრო. უნდა გააქტიურდეს კი არა, ზედმეტად აქტიურობს და ცუდად აქტიურობს. ცოტა გაჩერდეს უნდა და ნეგატიური მოლოდინების გენერირებას თავი დაანებოს. რომ წარმოვიდგინოთ მთლიანი მოცემულობა დღეს რაც გვაქვს, რა მოქმედებს ყველაზე ნეგატიურად ლარზე? ეროვნული ბანკის მოქმედება, მთავრობის მოქმედება თუ საგარეო ფაქტორები თუ ყველაფერი? საგარეო ფაქტორები პირველ რიგში და დამწვარზე მდუღარეს ასხავს ეროვნული ბანკი. გასაგებია 99 წელს იყო 2.45 $1. არსებობს მეორე და მესამე პაკეტზე არ მithქვი. კარგით, მაშინ ძალიან მოკლედ უნდა. კი ბატონო, ეს არის მოკლედ მონეტარული პოლიტიკის გადასინჯვა, ეს მეყსეული ეფექტი, კურსის სტაბილურობა და საგარეო ფაქტორებს ჩვენ ვერაფერს ვერ უზავთ და იმის შეძლების დაგვარა ჩერბილება. საშუალო ვადიანი ღონისძიებების პაკეტი ეს არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სახელმწიფოს ხელშეწყობის და სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ ამ პროგრამის განხორციელება, ჯერ შემუშავება და მერე განხორციელება, ახჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის პრინციპით და არა ერთხელ გაზომე და ახჯერ გაჭერის პრინციპით და გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის რეალური სექტორის დაზე სერიოზული პროგრამების შემუშავება და განხორციელება. გასაგებია, ბატონო ზვიად, თქვენ ეთანხმებით ბატონო ნოდარის შეფასებას, რომ დამწვარზე კიდევ უფრო მდუღარეს ასხავენ და უფრო ცუდ მდგომარეობაში გვაყენებენ. ანუ სამწუხაროდ ვერ დავეთანხმები ვერც პირველ შემთხვევაში თქვა პრივატიზაცია და ლიბერალიზაციის მხრიდან და ვერც მეორე შემთხვევაში, ვინაიდან ხშირად ისმის ეროვნული ბანკისგან ხელის გაშვერა ხდება, რომ ეროვნული ბანკი თქვა რეფინანსირების სესხებით აუფასურებს ლარის კურსს. თუმცა ჩვენ თუ დავაკვირდებით თქვა ფულის მასა ბაზარზე რა არის, M2-ს გულისხმობ, მაგალითად 2014 წლის ნოემბრიდან როდესაც დაიწყო კურსის უფასურება, მას შემდეგ მხოლოდ 0.7% არის ფულის მასა გაზრდილი და თქვა 2015 წლის იანვრიდან მხოლოდ 2.5%. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაღაც შედეგს იწვევს, უნდა შევხედოთ რიცხვებს და ფულის მასა არის ძალიან მცირედით გაზრდილი. შესაბამისად, როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რეფინანსირების სესხები არ აუფასურებს ლარის კურსს, ის აბსოლუტურად მართალია ამაში და ძალიან სწრაფად შევეხები მეორე ფაქტორს, ანუ სოფლიოში არ ყოფილა არც ერთი ქვეყანა, სადაც როდესაც საკუთრებაში, ანუ კერძო საკუთრებაში არ არის წარმოების საშუალებების განვითარებული, ანუ სოციალისტური და კომუნისტური ქვეყნები ვერ განვითარებულან და ვერ განვითარდებიან. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პრივატიზება არის ძალიან კარგი გამოსავალი, კარგი გამოსავალია გაცხადების შემცირება და მეტი თავისუფლება. გასაგებია. დიდი მადლობა ეკონომიკის ექსპერტები ზვიად ხორგუაშვილი და ბატონი ნოდარ კაპანაძე იყვნენ ჩვენი სტუმრები. რეკლამის შემდეგ დავუბრუნდებით პირდაპირ ეთერში, ასე რომ არ გადაერთოთ. BBC საქართველოზე და უცხოელ ტურისტებზე. ბევრი ოცნებობს აქ ჩამოსვლაზე. ყველაზე მეტად მოგწონს მთები, ხალხი და კერძები. დამსვენებელთა შთაბეჭდილებები და სტატისტიკა. კარგია, მომეცეთ. დაგექცევე. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. ზაფხულის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელი. საიღე ყველაზე იაფი ინტერნეტი როუმინგში მოულოდნელი ხარჯების გარეშე. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.5%, ლომბარდი 1.5%. რიკო კრედიტი.
გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro. მთავრობის დადგენილებით 2015 წლის 1 აგვისტოდან სურსათის ეტიკეტზე დასახელება რძე, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, კარაკი და სხვა გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ რძის ნაწარმზე. თუ კი რძისა და რძის ნაწარმის შემადგენლობაში დამატებული იქნება მცენარეული ცხიმები, ასეთი სურსათის შეფუთვას უნდა დაეწეროს. მაგალითად, არაჟნისებრი მცენარეული ცხიმით ან ხაჭოსებრი მცენარეული ცხიმით. ამ მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბიზნეს ოპერატორი დაჯერიმდება ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო, ხოლო სურსათის რეალიზაცია აიკრძალება. იცოდე რას მიირთმევ. სურსათის ეროვნული სააგენტო. საბურთალო M კვადრატი იპოდრომთან. მალე M კვადრატი იპოდრომთან 2. გაყიდვები იწყება. ოროთახიანი ბინა დასრულებული რემონტით 39996 დოლარიდან. დაჯავშნე დღესვე. ისხოვრე უკეთესად. ყურადღება, ვივუშჩიკ თავაზობთ ყველაზე დაბალ პროცენტს განმეორებით სესხზე. პირველი სესხი კლავაც უპროცენტოა. მიიღეთ თანხად 15 წუთში. ვივუშჩი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. ხალითეო, კვებავი ზეთებით. ეს დაუჯერებელია. ჩემი კანი საოცრად რბილია. არომატიც რა დიდებულია. კვებავი ზეთებით. მომაჯადოებელი სურნელი. ხავერდოვანი კანისთვის. ახალი თეო კვებავი ზეთებით. მე მიყვარს ის. 2015 წლიდან საქართველოს ახალი თაობის ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის. ციფრული სიგნალის მისაღებად დაგჭირდებათ კოაქსიალური, იგივე სპილენძის და RCA შემაერთებელი კაბელები. ანტენიდან შემომავალი კოაქსიალური ანუ სპილენძის კაბელი უერთდება set-top box. თავად set-top box-ი კი ტელევიზორს უკავშირდება RCA შემაერთებელი კაბელით. იმისათვის, რომ ციფრული სიგნალი გარანტირებულად მიიღოთ, რეკომენდებულია სახლის სახურავზე დამონტაჟებული ანტენის გამოყენება. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. ციფრული ტელევიზია, სამყარო უკეთესი ხარისხით. თუ ვინმე სასესხაფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ნეტკრედიტის ლოიალობის პროგრამა გთავაზობთ 5%-იან ფასდაკლებას ყოველ მომდევნო სესხზე. მაქსიმალური ფასდაკლება 30%. ნეტკრედიტი. გაიხადე, საყვარელო. არა, მე რომ შემომაცალე პეპერონი. მიყვარს პეპერონი, მაგრამ ის არის აქ. რა, ძალიან მსუქანი ვარ? შენ პიცა ხარ. და მორჩა. ო, მამა მია, არა. გათავისუფლდი საკვების ნარჩენებისგან. ფინიტო. სუფთა და ჯანმრთელი კბილებისთვის. ჭამედალია დაღეჭე ორბიტი. შეცვალეს სახურავი თვეში 49 ლარიდან. შეარჩიეს ზომა, ფორმა და ფერი. ნოვა იყიდა პირველისგან. საღამოს გასართობი გადაცემების წარმოდგენია მაგთიკომის საერთაშორისო ტარიფი ჩემი მსოფლიო. ეკონტაქტე მსოფლიოს 15 ქვეყანას წუთში 15 თეთრად. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. ეს არის დღის მთავარი გამოშვება, დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. საქართველოს წინააღმდეგ მიმართული პროვოკაციული ქმედებები. სწორედ ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხს. ბერუჩაშვილის უწყება მოსკოვის მორიგ აგრესიულ და პროვოკაციულ ქმედებას გმობს და კატეგორიულად მოითხოვს, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო საქმიანობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რკინიგზა იქნება საუბრის ერთ-ერთი თემა ოფიციალურ შეხვედრებზე, რომელსაც საქართველოში ნატოს გენერალური მდივანი გამართავს. იენს სტოლტენბერგის ვიზიტამდე 2 დღე რჩება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი ნატოს საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნასაც დაესწრება. მოსამზადებელ სამუშაოს დღეს თავდაცვის მინისტრი გაეცნო. წვიმიანი ამინდის მიუხედავად კრწანისის სასწავლო ცენტრის ბაზაზე სამუშაო არ წყდება. რამდენიმე დღეში აქ საპატიო სტუმარს ელოდებიან. ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში ჩამოვა და ნატო საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს გახსნის. სამუშაოს მიმდინარეობას დღეს თავდაცვის მინისტრი გაეცნო. მნიშვნელოვანი გზავნილი ორმხრივი პარტნიორობისთვის. ქართული მხარე ვიზიტით კმაყოფილია. ნატო საქართველოს თანამშრომლობას მიესალმება შეერთებული შტატებიც.
ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ერთნიშნულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას. შეერთებული შტატების კმაყოფილებას და ოფიციალური თბილისის სიხარულს პოტენციურ საშიშროებად აღიქვამენ ოკუპირებულ აფხაზეთში. ფიქრობენ, რომ ნატოს საქართველოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა საფრთხის შემცველია. ეს კი ქართული პოლიტიკისადმი ნდობას ამცირებს. თბილისისა და ბრიუსელის დეკლარირებული მიზნების მიუხედავად ნატო საქართველოს სასწავლო საწვრთნელი ცენტრის შექმნით შესაძლოა ეჭქვეშ დადგეს კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისკენ მიმართული ძალისხმევა. კრემლში დაწერილი სცენარით მოლაპარაკე ოკუპირებული აფხაზეთი. შეფასებები ერთგვაროვანია. თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ რუსეთს საქართველოს ევროატლანტიკური სწრაფვა ადარდებს. ეს ვერ გააჩერებს ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულად, სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყვიტა ჩვენმა ქვეყანამ. იქნება სასარგებლო არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება. ჯერჯერობით ასე არ ფიქრობენ აფხაზეთში, სადაც კრემლი რკინიგზის აღდგენას ცდილობს. რამდენიმე დღეა რუსის სამხედროების დახმარებით იქ ლიანდაგები იწმინდება. რუსეთის მიზნები უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე ამბობენ, რომ რკინიგზის რელსები აფხაზეთის ტერიტორიას არ გასცდება. საქართველოს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციამ საყვედური უკვე გამოთქვა. მოწყვეტილია ჩვენი მთავრობა რეალობას, თუ რა გეგმა აქვს რუსეთს და რა შეიძლება მოხდეს ამას. მე ვფიქრობ, რომ მას შემდეგ რაც რუსეთმა საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია უკრაინის ოკუპაციიდან გამომდინარე, ალბათ მოქმედებს რაღაც ქმედებას საქართველოს და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა, კიდევ ერთი ჩვენება, კიდევ ერთი მაგალითი არის იმ პოლიტიკის, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს მიწაზე. რაც უფრო მეტ კარგ საქმეს გააკეთებენ, რკინიგზას აღადგენენ და მსგავსი ტიპის ამბებს გააკეთებენ, როდესაც აფხაზეთი საქართველოს დე-ფაქტოდ საქართველოს ტერიტორია იქნება, ეს მხოლოდ კარგი იქნება. რკინიგზა საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ოფიციალურ შეხვედრებზე, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში გამართავს. სტოლტენბერგი საქართველოს 26 აგვისტოს ეწვევა და ქვეყანას მეორე დღეს ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ დატოვებს. ელექტროენერგიის გადასახადი სავარაუდოდ თბილისშიც მოიმატებს. სემეკი ახალი ტარიფის გამოსაცხადებლად ემზადება. ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ 4 მთავარი კომპონენტის განხილვა დაასრულა. შემუშავდა დენის შესყიდვის ახალი სავარაუდო